კიევის მასირებული დაბომბვა და აფეთქებული საცხოვრებელი კორპუსები, რუსების გარღვევა დობროპილიეს მიმართულებით და ასევე უკრაინელების მიერ აღდგენილი კონტროლი კუპიანსკზე. ხვალ კი ზელენსკი ამერიკაში ჩავა დროებით ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე. გამარჯვება, დღეს 27 დეკემბერია 2025 წელი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1403 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯური ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. ეს არის არხი თავისუფალი ხალხისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღეს, მისი მიმოხილვა მექნება. მანამდე კი დავიწყოთ ტრადიციული მადლობით, მადლობა ყველას, ვინც არხის ერთგული მაყურებელია, მადლობა გამომწერებს, მადლობა მათ, ვინც ვიდეოებს ალაიქებს, აქტიურებს კომენტარებში, აზიარებს თავის სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული. დონაციის მსურველებს შეგახსენებთ, აღწერაში არის ანგარიშის ნომერი, არხის სრულად დონაციებით ფუნქციონირებს, გარდა ამისა ვარ პატრეონზე, მისი ლინკიც აღწერაშია, შეგიძლიათ გადახვიდეთ, სამი სხვადასხვა პაკეტია და ნებისმიერი მათგანი გამოიწეროთ, ამით მუდმივი შემომწირველი გახდებით. ასევე რამდენიმე კვირაა Telegram არხის წარმოება დაიწყო, სადაც დღის ბოლოს ვათავსებ ვიდეოებს, მძიმე კადრებს, რომელსაც YouTube-ზე ვერ გაჩვენებთ. დავიწყოთ იმით, რომ ხვალ ჩავა ზელენსკი ამერიკაში და დაიწყება ეცდებიან მხარეები ყოველ შემთხვევაში დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას და დოკუმენტის გაფორმებას, თუმცა ამაზე დეტალურად ვისაუბრებ ეპიზოდის მეორე ნახევარში. თავიდან დავიწყებ ფრონტის მიმოხილვით, იმისთვის რომ უფრო თვალყურნათელი გახდეს ფრონტზე არსებული რა მდგომარეობით ჩადის ზელენსკი მოლაპარაკებებზე. მანამდე კი ყველას გილოცავთ გუშინდელ დღეს, გუშინ 26 დეკემბერი იყო, როგორც იცით 1991 წელს ამ დღეს დაინგრა საბჭოთა კავშირი. შესაბამისად გილოცავთ ბროტების იმპერიის დამარცხებას და იმედი დავიტოვოთ, რომ ძალიან მალე მისი მემკვიდრე რუსეთის დამარცხდება. დავიწყოთ ფრონტზე არსებული მდგომარეობით და დავიწყოთ ყველაზე რთული მონაკვეთით, რომელიც არის ფრონტზე. ეს არის დობროპილიეს მიმართულება. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ის სამ სხვადასხვა რუკაზე გაჩვენებთ სიტუაციას, აღწერთ მდგომარეობას, ეს არის უკრაინული Deep State, რუსული სლივოჩნი კაპრიზი და ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი. დავიწყოთ Deep State-ის რუკით, აი ესეთი მდგომარეობა არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ქალაქი საბრძოლო არეალში არის მოხვედრილი. ამ მიმართულებაზე სამხრეთიდან რუსებს აქვთ საგრძნობი წინსვლა, რაც შეეხება სლივოჩნი კაპრის, აქ ამ რუკის მიხედვით უფრო დიდ ტერიტორიებს აკონტროლებენ რუსები, ხოლო რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, ჩვენ ხედავთ, რომ დაახლოებით იგივე არის Deep State, თუმცა აი აქ ერთ სერიოზულ გარღვევას ვხედავთ. საგანგაშო გარღვევა იყო გულიააპოლეში. პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსებმა მოახერხეს უკრაინელების სამეთაურო შტაბის დაკავება და კადრებიდან, რომელიც გავრცელდა და ახლა უყურებთ, ძალიან მარტივად აღიქმება, რომ ეს არ ყოფილა ორგანიზებული უკანდახევა, ეს იყო რაღაცა პანიკური გაქცევა და დატოვება მართვის ცენტრის. იქ დატოვებული არის დაუპაროლებელი მობილურები, ლეპტოპები, პლანშეტები, საბრძოლო რუკები, რაციები, ფლეშბარათები, რაც ინფორმაციის მატარებელია და ეს საკმაოდ საგანგაშო სიგნალი არის უკრაინელებისთვის, რადგან მსგავსი პანიკური უკანდახევა იწევს ძალიან დიდი და სერიოზული მნიშვნელობის ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობების მტრისთვის ხელში ჩაგდებას, რაც შემდეგ უკვე მთელს ფრონტზე შეიძლება აისახოს შესაბამისად. როდესაც საუბარი არის უკანდახევაზე, ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს იყოს ორგანიზებული და მეტიც აი ამ მართვის ცენტრის დაკავების შემდეგ გაჩნდა ინფორმაციები, რომ გულიააპოლე დაეცა, თუმცა შემდეგ უკვე ეს დაახლოებით 2 დღის წინ ხდებოდა. შემდეგ უკვე ინფორმაციები გადამოწმდა, დაზუსტდა სიტუაცია და უბრალოდ ერთი დიდი გარღვევა იყო და მთელი ქალაქი ჯერ არ აქვს აღებული რუსებს, იქ გრძელდება საბრძოლო მოქმედებები. პოზიციების უკრაინელები გარკვეულ უბნებზე ინარჩუნებენ, თუმცა აშკარა საბრძოლო უპირატესობა გულიააპოლეს მიმართულებით რუსებს აქვთ. ახლა გადავიდეთ უკვე პოკროვსკი მირნოჰრადის მიმართულებაზე. აი ესეთი სიტუაცია არის, აქ არსებითად მდგომარეობა არ შეცვლილა. საბრძოლო მოქმედებების არეალში არის სულად მოყოლილი, თუმცა მე გახსოვთ კი ვყვებოდით სოფელ ხრიშნეზე, რომელიც აი აქ არის.
მისი აღება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა, მისი აღება რუსებს უნდათ იმდენათაც აი აქ გადის შიდა გზა, რომელიც მირონოჰრადში ჩადის და ამ გზის დაკავებას ურთ რუსებს იმისთვის, რომ მომარაგების გზები მირონოჰრადში დარჩენილი უკრაინული არმიებისთვის გადაჭრან. რაც შეეხება სლივოჩნი-კაპრის მათ რუკაზე ყველაზე კარგი სიტუაცია არის უკრაინელებისთვის, ასე ვთქვათ. ჩვენ გვახსოვს, რომ რატომღაც ამ მიმართულებაზე სლივოჩნი-კაპრიზი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ცვლიდა მონაცემებს და ახლაც აგრძელებენ ამ პოლიტიკას. თქვენ ხედავთ, რომ მირონოჰრადი მათ რუკაზე ჯერჯერობით რუსებს დაკავებული არ აქვს. თუმცა, როგორც აი Deep State-ის რუკაზე, ასევე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე, აქ პრაქტიკულად მთელი ქალაქი საბრძოლო მოქმედებების არეალშია. აქვე ერთი ინფორმაცია პოკროვსკიდან იქ ცხოვრობდა ოჯახი, რომელიც ევაკუაციას არ დაექვემდებარა. დარჩა ადგილზე და ელოდებოდნენ რუს ჯარისკაცებს, როდის გაათავისუფლებდნენ. მეტიც ქმარი აპირებდა რუსების მხარეს ბრძოლას, ამბობდა, რომ სამხედრო მანქანაზე დაჯდებოდა და შეუერთდებოდა რუსულ არმიას. თუმცა მას შემდეგ რაც ქალაქში შევიდნენ რუსები, ამ კაცს მუხლები დაუხრიტეს, შემდეგ შუბლი გაუხრიტეს, ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს და ახლა ეს ქალი ისევ რუსულ პროკურატურაში ეძებს სამართალს. აი ეს არის ვიდეო უხმოდ, რომელიც ამ ამბავს ასახავს, ხოლო ვიდეო სრულად ხმით შეგიძლიათ მოისმინოთ Telegram არხზე. დღეს ბოლოს, როდესაც განვაახლებ ვიდეოებს, ამ ვიდეოებსაც აუცილებლად იქ ჩავაგდებ. ასე რომ ეს უნდა იყოს კარგი მაგალითი იმისთვის, თუ რას ნიშნავს, როდესაც რუსები ათავისუფლებენ ქალაქს და რას ნიშნავს რუსული მშვიდობა. იმედია ეს ქალი სამართალს მაინც იპოვის, ძალიან ეჭვი ეპარება რუსებმა თავის სამხედროები დასაჯონ, მაგრამ მაინც. რომ გადავიასვოთ ოდნავ ჩრდილოეთით კონსტანტინოვკას მიმართულებაზე. როგორც ჩანს, რუსებმა გადაწყვიტეს კონსტანტინოვკას სამხრეთიდან შეუტიოს. ჩვენ ნახეთ კადრები, საიდანაც აი ესეთი ქალაქი არის, პატარა სოფელი უფრო სტეპანოვკა. აქედან ჩვენ ნახეთ, რომ რამდენიმე რუსული ჯავშან კოლონა ცდილობდა გარღვევაზე გასვლას, თუმცა უკრაინელებმა ის გაავნებელყეს. ახლა ამის ამსახველ კადრებს ხედავთ. განადგურებული არის სრული კოლონა, რომელიც სამხრეთიდან ცდილობდა კონსტანტინოვკაზე გასვლას. ასე ვთქვათ, კონსტანტინოვკა აქ არის, ჩვენ ვიცით, რომ შეტევები მიმდინარეობს აღმოსავლეთიდან და როგორც ჩანს, ახლა სამხრეთიდან ცდილობენ ქალაქზე გასვლას. ყოველ შემთხვევაში გასულ კვირაში რამდენიმეჯერ მოვიდა კადრი ფრონტიდან, სადაც სწორედ აი ამ მიმართულებაზე ცდილობდნენ რუსები გარღვევას და კონსტანტინოვკის მიმართულებით წისვლას, თუმცა ეს ყველა შეტევა გაუნებელყოფილი არის, რუსული ჯავშან კოლონები ფეთქდება. აქვე გამოჩნდა ფრონტზე უკრაინისთვის გადაცემული ავსტრალიური აბრამსები. მათ რამდენიმე კადრი იყო, როგორ უტევენ ერთ-ერთ პოზიციას, სწორედ პოკროვსკის მიმართულებაზე. და როგორც ჩანს, აი ეს დახმარება, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დაამტკიცა ავსტრალიამ, ორ ეტაპად იყო. პირველი ეტაპი შარშანვე დასრულდა, მეორე ეტაპი ახლახანს დასრულდა და როგორც ჩანს, ეს ახალი საბრძოლო მანქანები ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში და შემდეგ უკვე ბოლოს გადავიდეთ კუპიანსკზე. აქ სრულად კონტროლის ქვეშ აიღეს ქალაქი უკრაინელებმა. ხედავთ აი ამ პარტარა ორმონიშნას, რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი არის დარჩენილი სახლების სარდაფებში. განსხვავებული სურათი არის სლივოჩნი-კაპრიზზე. ხედავთ, რომ აქ მათი მონაცემებით ჯერ უკრაინელებს სრულად არ აღუდგენიათ კონტროლი, თუმცა საბრძოლო მოქმედებების არეალში მხოლოდ უკრაინული დროშებით არის აღნიშნული რუსულ რუკაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ აი ამ ყველა მიმართულებაზე უკრაინელებს აქვთ წინსვლა. რაც შეეხება ომის შესწავლილ ინსტიტუტს, აქაც იგივე ვითარება არის, კუპიანსკი პრაქტიკულად სრულად გათავისუფლებული არის, არის დარჩენილი რამდენიმე ასე ვთქვათ რუსული დაჯგუფება უკრაინელების ალყაში და სავარაუდოდ ძალიან მალე მოხდება ქალაქის გაწმენდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს კიევზე იყო მასირებული თავდასხმა და ძალიან ბევრი კადრი გავრცელდა, სადაც შაჰედები ეჯახება პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს, არის მსხვერპლიც.
და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ როგორ არის განწყობილი პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ერთი დღით ადრე, სანამ ზელენსკი ვაშინგტონში გაფრინდება, აი ასეთი თავდასხმა მოაწყო მშვიდობიან მოქალაქეებზე. იმედია ეს ტრამპზე იმოქმედებს და ზელენსკის არ მოუწყობს თებერვლის შეხვედრის მსგავს, მით უფრო რომ ჩვენ ნახეთ რაღაც ტრამპის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სანამ მე არ დავამტკიცებ ჯერჯერობით არაფერი მაგიდაზე არ დევსო. რაზე არის საუბარი ახლა? საუბარი არის იმ 20 პუნქტიან გეგმაზე, რომელზეც მეცნიერულ ეპიზოდში გიყვებოდით, რომელიც ზელენსკიმ გაასაჯაროვა და მოიცავს შეწყვეტის საკითხს და გავრცელებული ინფორმაციით ახლა ამერიკაში ზელენსკი ჩადის იმისთვის, რომ შეთანხმდნენ დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე, სავარაუდოდ უკრაინელები 60 დღეს მოითხოვენ, იმისთვის, რომ ამ 60 დღეში მომზადდეს რეფერენდუმი და რეფერენდუმზე გადაწყდეს თანახმარი თუ არა უკრაინა ამ ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამ ხელშეკრულებაში მეცნიერ ეპიზოდში გიყვებით, რომ ძალიან ბევრი რთული საკითხი არის უკრაინისთვის, მათ შორის ისეთი, რომელიც მათი მხრიდან ძალიან სერიოზული კომპრომისია, მათ შორის ეს ეხება დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომლიდან უკრაინელების გასვლას პუტინი ასე დაჟინებით ითხოვს და უკრაინელები უბრძოლოდ გასვლას არ აპირებენ. დონეცკში საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა, დემილიტარიზებული, საიდანაც როგორც რუსები გავლენ, ასევე უკრაინელები გავლენ. ეს საკმაოდ დიდი ხიფათის შემცველი ნაბიჯი იქნება, თუმცა როგორც ჩანს, უკრაინა ამ ასე ვთქვათ კომპრომისისთვის სად არის და ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი რეფერენდუმზე გაიტანოს. რეფერენდუმზე ამ საკითხის გატანა ერთის მხრივ ძალიან გავს მთელი პასუხისმგებლობის მოსახლეობაზე გადატანას. თუკი რეფერენდუმზე ხმას მიცემენ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს და გამოვლენ უკრაინელები დონეცკიდან, იქ სიტუაციის გართულების შემთხვევაში პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ექნება საშუალება თქვას, რომ რეფერენდუმზე ასე გადაწყვეტეთ, ჩვენ რა უნდა გავუკეთებინა. მეორე მხრივ, თუ კი არ გადაწყდება დადებითად ეს საკითხი, მაშინ ომი უნდა გაგრძელდეს, ომი რო გაგრძელდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, სადაც უკრაინელებს უჭირთ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ცოცხალი ძალა. შესაბამისად იმისთვის, რომ მობილიზაცია გამკაცრდეს, ალბათ ასაკს დაწევენ სამობილიზაციოს, შეიძლება ქალებიც გაიწვიონ. მოკლედ, ბუნდოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები, ბუნდოვანია, რეალურად ხვალ რაზე ილაპარაკებენ ტრამპი და ზელენსკი, თუმცა ფაქტი ერთია, რომ რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ ზელენსკი და ტრამპი, ძალიან საეჭვოა, რომ ამას დათანხმდეს პუტინი. რადგან ეს რეფერენდუმი მისთვის სერიოზულ საფრთხეებს ქმნის. წარმოვიდგინეთ, რომ რეფერენდუმზე არ გაიმარჯვა საკითხმა, რომ დონეცკი გადაეცეს რუსეთს უბრძოლველად. მე რა ხდება ეს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გამოცხადებულია, რამდენხანს ნარჩუნდება, ხო? ამას ხო არ აღიარებს პუტინი. მე გაგრძელდება ისევ ომი. შესაბამისად, არ არსებობს უკრაინაში არჩევნები, არ არსებობს უკრაინაში რეფერენდუმი, რომლის ლეგიტიმურობასაც პუტინი ცნობს, გარდა იმისა, სადაც მედვედჩუკი ან მსგავსი გაიმარჯვებს და უკრაინა გამოაცხადებს სრულ კაპიტულაციას. შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს მოლაპარაკებები იქნება კიდევ ერთი რაუნდი დროის გასაწელად. თან ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ აი ამ მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე როგორი მასირებული თავდასხმა მოეწყო კიევზე. გარდა ამისა, გავრცელდა ფოტოები ახალი თავდაცვის სხდეების უკრაინელების მიერ აწყობილის და ეს ახალი თავდაცვის სხდეები არის დონეცკის ახალი თავდაცვის ხაზი, ასე დაერქვა და ყველა მათგანი, როგორც თქვენ ახლა ფოტოში ხედავთ, მოწყობილი არის კრამატორსკი, სლავიანსკი, კონსტანტინოვკა ამ დაცვის ხაზის მიღმა, რაც იმას გულისხმობს, რომ უკრაინა
მიუხედავად ყველაფრისა, ემზადება ისევ ომის გასაგრძელებლად და დაუშვათ თუ კი აქამდე მთავარი დაცვის ხაზი სწორედ კრამატორსკის სლავიანსკი კონსტანტინოვკა ითვლებოდა და მისი აღება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნებოდა რუსეთისთვის, იმისთვის რომ გასულიყო დონეცკის ოლქის საზღვარზე, ახლა აი ამ თავდაცვის ხუდის აღების შემთხვევაშიც კიდევ ახალი თავდაცვის ხუდე ექნებათ, არანაკლებ გამაგრებული. აი ეს თავდაცვის ხუდეები, მათ შორის ვიდეოებიც გავრცელდა და ისევ ტელეგრამზე თქვენ ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ. ეს თავდაცვის ხუდეები რას წარმოადგენს, ასე რომ ვთქვათ, ეს არ არის იმ ტიპის თავდაცვის ხუდეები, რომელსაც შეუძლია მასობრივი სატანკო იერიშის შეჩერება. თუმცა მასობრივი სატანკო იერიშები რო ვერ მუშაობს ამ ომში, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამას, იმიტომ რომ ისინი მაშინვე ხდებიან FPV დრონების თუ სხვა ტიპის საარტილერიო დარტყმის ცეცხლის ქვეშ და ვერ ახერხებენ წარმატებას. ეს თავდაცვის ხუდეები არის გათვლილი ბრძოლის იმ მეთოდებზე, რომელი მეთოდებიც ახლა მიმდინარეობს, ეს არის მცირე რაოდენობით მოიერიშეების შეჟონვა მტრის ზურგში, იქ დაგროვება და შემდეგ ბრძოლის წარმოება. ამ ტიპის თავდაცვის ხუდეების გადალახვისთვის აუცილებელი არის შეფერხება, ადგილზე სამუშაოების ჩატარება, რა დროსაც მოწინააღმდეგეს FPV დრონები ხედავენ და განადგურებენ, შესაბამისად ეს იქნება ისეთივე კარგად აწყობილი თავდაცვის ხუდე, როგორიც არის სლავიანსკი, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა. შესაბამისად ესეც არის სიახლე ფრონტიდან. გარდა ამისა, ჩვენ ნახეთ, რომ წინა ეპიზოდში გიყვებოდით, რომ ბელარუსში ორეშნიკის განთავსებაზე დაიწყო საუბარი და გამოქვეყნდა სატელიტური ფოტოები, სადაც ეს უკვე მოხდა და ასევე ლოკაცია, სადაც ეს არის. ეს არის ბელარუსის აღმოსავლეთით, როგორც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, ანუ რუსეთის საზღვართან ახლოს. რატომ აქვს ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა? როდესაც ეს ინფორმაცია გაჩნდა, რომ ორეშნიკი ბელარუსში უნდა განთავსდეს, მე გითხარით, რომ ამას არანაირი სამხედრო სტრატეგიული დანიშნულება და მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ორეშნიკის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ის ბელარუსში იქნება განთავსებული თუ რუსეთში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მისი მოქმედების ზონაში ის სადაც ხდებოდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა. აი თუ კი ბელარუსის მაქსიმალურად დასავლეთით განალაგებდნენ, მაშინ უკვე დასავლეთ ევროპაც საუბარი არის პორტუგალიამდე მიწდებოდა. შესაბამისად, ახლა როდესაც ჩვენ ნახეთ, რომ ორეშნიკი განალაგეს უკიდურესი აღმოსავლეთით რუსეთთან ძალიან ახლოს, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ ეს იყო უფრო მეტად ლუკაშენკოსთვის გადადგმული ნაბიჯი, რომ მან თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. გარდა ამისა, ჩვენ ვართ მოწმეები ერთგვარი ფლირტისა ტრამპის ადმინისტრაციასა და ლუკაშენკოს შორის, როდესაც რაღაცა სანქციებს უხსნიან, თავის მხრივ ლუკაშენკო პოლიტიკურ პატიმრებს ათავისუფლებს, აი ამ ფლირტის აღსაკვეთად, ასე ვთქვათ, ვფიქრობ, ერთ-ერთი ნაბიჯი, სწორედ და ერთ-ერთი მიზანი ორეშნიკის ბელარუსში განთავსებისა ეს იყო. დამატებით კიდევ ერთი ინფორმაციაზე მინდა გესაუბროთ, ეს არის რუსული პილოტები, რომლებიც აღმოაჩინეს რუმინეთში და თურქეთში. ასე რომ უნდა გასაკვირი იყოს. ეს არის საუბარი სადაზვერვო უპილოტოებზე, თუ კი რუმინეთზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ რაღაცა რუსები სადაზვერვო ინფორმაციებს აგროვებდნენ. თურქეთის მიმართულებით ეს საკმაოდ უცნაურად ჟღერს და ჩანს, მით უფრო რომ ჩვენ არ გვინახია რაიმე მკაფიო და მძაფრი განცხადებები თურქეთის მხრიდან, მათ გააკეთეს განცხადება, რომ გზააბნეული, დაუდგენელი უპილოტო შენიშნეს და ერთი მათმა ავიაგამანადგურებელებმა ჩამოაგდეს, ხოლო მსგავსი ტიპის იყო, როგორც ჩანს, აი ეს ორი დანარჩენიც. რა შეიძლება ეს მივაწვევოთ? ჯერ ერთი, როდესაც უპილოტო მოფრინავს, შიგნით პილოტი არ არის, შესაბამისად ძალიან ძნელია დაადგენა ეს გზააბნეულია თუ მიზანმიმართული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქები რუსებს დაუკავშირდნენ, დაადგინეს ხომ ნამდვილად მათი უპილოტო იყო, ალბათ მათ უთხრეს, რომ მათი უპილოტო იყო უბრალოდ მართვა დაკარგული და შემდეგ ერთი პირდაპირ ჰაერში გაანადგურეს, ხოლო ის ორი, რომელიც ჩვენ ნახეთ თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი, ალბათ უბრალოდ ვერ
შენიშნეს ან გაეპარათ საერთაშორისო სისტემაში. ეს უპილოტოები შეიძლება იყოს რუსული უპილოტოები, რომელიც შავი ზღვის აკვატორიას აკვირდებიან და ზვერავენ იმისთვის, რომ მათი ჩრდილოვანი ფლოტი, ასე ვთქვათ, დაცულად გადაადგილდებოდეს და შესაძლოა რომელიმე საერთაშორისო სისტემამ უკრაინულმა მათ მართვა დაუკარგა და შემდეგ აი როდესაც სამდეც ელემენტი იყო თფრენისთვის იფრინეს და შემდეგ დაეცა ასე ვთქვათ მიწაზე თურქეთის და აი ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც თურქეთმა ასე ვთქვათ ღია პასუხი არ გასცა. უნდა გასაუბროთ ასევე რუსეთში დივერსიულ აქტებზე, სადაც რუსი გენერლები მოკვდნენ და გენერლებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, თუმცა არის კიდევ ერთი ფაქტორი, რა დროსაც ორი რუსი პოლიციელი, მილიციელი ააფეთქეს გაიშნიკები, რაც იყვნენ აეგენი. მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პოლიციელები იყვნენ, ვინც მონაწილეობას იღებდნენ უკრაინელი სამხედროების წამებაში, თუმცა ეს ინფორმაცია ძალიან უცნაურია. გაიშნიკებს რატომ მიუშვებდნენ უკრაინელ ტყვეებამდე გაუგებარია. მე გავცელდა ერთ-ერთი მოკლული პოლიციელის ფოტო სამხედრო ფორმაში, თუმცა დიდი ალბათობით ეს იმდროინდელი ფოტოებია, რადგანაც ის სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიდა, რადგან თუ კი ის ახლაც ირიცხებოდა რუსეთის თავდაცვის ძალებში, მაშინ მას გაიშნიკა, არავინ არ გაუშვებდა და აუცილებლად ფრონტზე იქნებოდა. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდო არის, დიდი ალბათობით უბრალოდ გაუგებრობა მოხდა. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, იყო ის, რომ ეს აფეთქება მოაწყო რუსეთის მოქალაქემ, რომელიც ომის წინააღმდეგ იყო განწყობილი და რაღაც აქციებიც გაუმართავს. დიდი ალბათობით ეს ადამიანი მარტო ხელად თვითნებურად მოქმედებდა. თან როგორ მოხდა ხო ეს აფეთქება? ამ ორმა გაიშნიკმა საეჭვო პირი დაინახა, მიუახლოვდა მათ, რომ დაეკავებინათ და ამ დროს აიფეთქა თავი. შესაბამისად, ანუ ეს ვისაც ბომბი ჰქონდა, თვითონ არ მისულა ამ პოლიციელებთან, ანუ იდენტიფიცირებული რომ ყოფილიყვნენ ეს პოლიციელები, როგორც უკრაინელი ტყვეების მწამებლები, მაშინ თვითონ მიუახლოვდებოდა, ხო? ეს კაცი. შესაძლოა მეორე ვერსიაც იყოს, რომ რაიმე სხვა ობიექტი სასაფეთქებლად მიდიოდა და რო გააჩერეს სხვა გზა აღარ ქონდა და აიფეთქა თავი. მოკლედ, ფაქტი არის, რომ აი ეს ორი გაიშნიკი მოკვდა და ნუ რას ვიზამთ, ასეთი არის რუსის სამართალდამცველების ბედი ომიანობის დროს, რაც მოხდა, ასე ვთქვათ და აქვე კიდევ მინდა გაგაცნოთ ერთი ინფორმაცია, რაც საუბარი არის იმაზე, რომ რუსეთში დაიწყო დრონების დანაყოფის ჩამოყალიბება და აქტიურად უშვებენ რეკლამებს, რომ მიიწვიონ საკონტრაქტო სამსახურში ხალხები, ადამიანები დრონების ოპერატორებად და აქ არის ერთი საკმაოდ საინტერესო დეტალი. რეკლამაში ამბობენ, რომ ეს იქნება მკაცრად ერთწლიანი კონტრაქტი და ყველას, ვისაც გინდათ, მობრძანდით, გექნებათ მაღალი ხელფასი, გარდა ამისა გექნებათ ფედერალური დახმარებები და ერთწლიანი კონტრაქტის ამოწურვის მერე თქვენ გათავისუფლდებით. აი ეს არის ზუსტად მახე, შეიძლება ძალიან ბევრმა იფიქროს, რომ აი კონტრაქტში ჩამიწერენ ერთ წელს, წავალ ერთი წელი, სადღაცა ფრონტზე ზურგში ვიჯდები, დრონებს ვაფრენ, მე ერთი წლის მერე საკმაოდ კაი ხელფასით დაუბრუნდები, თუმცა ეხ არის მახე, რადგან არ უნდა დაგვაუწყოს, რომ არსებობს პუტინის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საომარი პერიოდის დროს, ისინი საომარ პერიოდს არ ეძახიან სპეციალური ოპერაციის მიმდინარეობის პერიოდში, ნებისმიერი კონტრაქტი, რომელიც გაფორმდება თავდაცვის სამინისტროსთან, ის არის მუდმივი. რას გულისხმობს ეს ახლა? ეს გულისხმობს იმას, რომ კონტრაქტს თუ კი გააფორმებ თავდაცვის სამინისტროსთან და იმ კონტრაქტში თუნდაც ეწეროს, რომ ერთწლიანია, ერთი წლის გასვლის შემდეგ შენ გეტყვიან, რომ ეს კონტრაქტი გიწერია, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო უზენაესი კანონი რუსეთში, ეს არის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც მიხედვით შენ ხარ მუდმივად ამ კონტრაქტის ქვეშ, შესაბამისად, სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ დასრულდება, შენ მსახურობ. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი მახის შესახებ, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს პუტინის რუსეთმა დაუგო.
პრინციპში მე მგონი დღეისთვის არც ერთი ინფორმაცია არ გამომჩა და ბოლოს უკრაინელებმა დაიწყეს ან უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მომზადებას უკრაინელი პილოტები გირპენებზე, ავიაგამანადგურებლებზე გადამზადებას. ჩვენ ვიცით რომ შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა რამდენიმე თვის წინ. მომავალ წლის გაზაფხულზე უკვე პირველი გირპენები უნდა გამოჩნდეს უკრაინის ავიაციაში შესაბამისად ეს ინფორმაციაც გავრცელდა რომ იწყება უკრაინელი პილოტების მომზადება ამ მიმართულებით. მოკლედ კიდევ ერთხელ ბოლოსკენ შევეხოთ იმ შეხვედრას რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს. ახლა მასზე ბევრი მსჯელობა უბრალოდ იქნება რაღაცა აბსურდული, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ტრამპის რა აქვს გადაწყვეტილი. ვიცით მხოლოდ ის რომ ზელენსკიმ გაასაჯაროვა 20 პუნქტიანი გეგმა, ეს 20 პუნქტიანი გეგმა მას შემდეგ გაჩნდა რაც მედიაში 28 პუნქტიანი გეგმა გაჩნდა, 28 პუნქტიანი გეგმა საკმაოდ მძიმე იყო და პრაქტიკულად უკრაინის კაპიტულაციას გულისხმობდა, თუმცა შემდეგ ჩაერიან ევროპელები შეიცვალა ახალი 20 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მეტნაკლებად მისაღები არის უკრაინული მხარისთვის, თუმცა იქ არის ეს ძალიან მტკივნეული საკითხი დონეცკის ოლქის შესახებ. ნახოთ ხვალ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ საშობაო შესვენების, საშობაო საახალწლო შესვენების პერიოდში 28 დეკემბერს ტრამპმა გამოყო დრო იმისთვის, რომ აი ამ მოლაპარაკებებისთვის ემასპინძლა და შეხვედროდა ზელენსკის თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკული მხარე ძალიან სერიოზულად არის განწყობილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, თუნდაც დროებით, თუნდაც 60 დღით, ან 30 დღით და შემდეგ დაინიშნოს რეფერენდუმი. თუმცა კიდევ ერთხელ მე არ მგონია, რომ პუტინი ამაზე თანახმა იქნება. მოკლედ, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ. მე გეტყვით, რომ ეს ამ წლის ბოლოსწინა ეპიზოდი იყო. ახალ წლამდე კიდევ ერთ ეპიზოდს შემოგთავაზებთ, სადაც უკვე მთელს წელს შევაჯამებ. რამდენი ფული დაიხარჯა ამ ომზე, როგორ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები. რა წინსვლა ქონდა რუსეთს ფრონტზე, რაზე იქონია ამ გავლენა, ამ ყველაფერზე ვისაუბრებ და თუ კი მოხდა მართლაც საშობაო სასწავლი და ხვალ რამე შეთანხმებას მიაღწიეს მხარეებმა, რა თქმა უნდა, ამაზეც ცალკე ვისაუბრებთ. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, ასეთი გამოვიდა ეპიზოდი. შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ, დაალაიქეთ ვიდეო, იაქტიურეთ კომენტარებში, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ასევე განსაკუთრებულ მადლობას კიდევ ერთხელ გეტყვით მათ ვინც დონაციით ხართ დაკავებული, დონაციის სრულებს გეტყვით, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერია, შეგიძლიათ ნებისმიერ თანხის ჩარიცხვა. ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Telegram არხის წარმოება დავიწყეთ, თუ კი ეს არის Telegram-ი, რომელიც თავს გაბეზრებთ და ოპერატიულად ყოველწამიერად აახლებს ინფორმაციას, თუ კი თქვენ ამისი დრო არ გაქვთ და მხოლოდ საღამოს გინდათ რომ დასკროლოთ, გვიან საღამოს თითქმის ყოველ დღე ვყრი ვიდეოებს მოკლე აღწერით იმის შესახებ, თუ რა ხდება ფრონტზე. საკმაოდ ძიმე ვიდეოები არის, ამ ვიდეოების ასე ვთქვათ ჩვენება YouTube-ზე შეუძლებელია. შესაბამისად, ვისაც გააქვთ სურვილი, რომ აი ამ ინფორმაციებს გაეცნოთ, შეგიძლიათ Telegram-ზეც გამოვყვეთ. ასევე Patreon-ის შესახებ გეტყვით. Patreon-ი არის დონაციის საიტი, მისი ლინკიც აღწერაშია, შეგიძლიათ სამი სხვადასხვა პაკეტიდან ერთი აირჩიოთ და მუდმივი შემომწირველი გახდეთ. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა დროებით ნახვამდის.